ჩემი შვილი სიკვდილს ებრძვიდა, მე კი მის ცარიელეთ მიჩერები ვარ, როდის მოავინიცის. მერთო გევედრები, სიკვდილმა არ წამართვა ჩემი შვილი. საბრალო მოხუციშვილი 30 მეტრის სიმაღლიდან ხევში გადაიჩეხა. ფუძის ზვარი გაუტყდა და ხერხემალი დაუზიანდა. მამუკამ თურქეთის კლინიკაში მხოლოდ 3 დღე დაჰყო. ახლა კი სიკვდილს მებრძოლი ქართველი ვაჟკაცი უცხო ქვეყნის ერთ-ერთი ჰოსტელის პატარა ოთახში სიკვდილს ებრძვის უკვე თვეზე მეტია. წეული უფლობის გამო ოპერაცია ვერ გაუკეთდა და კლინიკიდანაც გამოუშვეს. საქართველოში ტრანსპორტირებაც შეუძლებელია. ღმერთო, ეს ხომ ნამდვილი ტრაგედიაა. ხალხო, წარმოვიდგინეთ მამის გული როგორ დანჯება, როცა იცის მიშვილის უფლობის გამო ოპერაციას ვერ უკეთებენ. ჩემი შვილის ჯემს ვეფერები ყოველ დღე შვილის მაგივრად. მამა მოგიგდეს შენ რათი დაგეხმარო. დამართვაც, როგორ დაეხმარო საბრალო მოხუცი ჭიათურიდან თურქეთში მყოფ სიკვდილს მებრძოლ შვილს, როგორ შეაგროვოს კლინიკის ფული, მას ხომ სოციალურ დახმარებასაც კი არ აძლევს სახელმწიფო. არც ეს სახლია ბუიშვილების. კეთილმა ნათესავმა დროებით დაუთმო შეჭირვებულ ოჯახს. კომბოსტოს მწნილი და ღუმელში გახუხული პური, ესაა მოხუცის ვახშამი. თვალცრემლიან კაც ლუკმა ძლივს გადასდის ყელში, შვილზე დარდი წამიერადაც კი არ სივდება. ღვთისნიერი კაცი, სხვის ბაღში ისეულის მცენარეებს, რომ ვარდიც კი გაიფოთქა იანვრის ყინვაში. ღმერთო, რამ ხელა სიკეთეს იტევს მისი გული, ის გული, რომელიც შვილზე დარდით ძლივს გაუფეთქავს. ჩვენო მეგობრებო, არ მივატოვოთ უცხო ქვეყნის მიწაზე სიკვდილს მებრძოლი ჩვენი თანამემამულე, თორემ ამას ვერასდროს ვაპატიებთ საკუთარ თავს. კეთილო ადამიანებო, განწარებული მამა, გევედრებით შვილი გადამირჩინეთ.